ვინც ამ სოფელში პირველობა სურს, ამ სოფელს თავის წესები და კანონები აქვს. პირამიდას პრინციპია და ამ პირამიდის თავში მოქცევა სურს და პირამიდის თავში ვინც მოექცევა, ხო, ის ბატონობს ყველაზე. ეს არის ამ სოფლის კანონი. და სულიერი კანონი არის პირიქით. ამოტრიალებულია ეს პირამიდა და ვინც პირველია, ის ყველაზე კი არ ბატონობს, არამედ ამოტრიალებულია და ყველანი უტვირთავს. ამიტომ პირველობა სულიერი გაგებით არის ძალიან რთული. მაგდა ეკლესიაში ყველაზე რთული თანამდებობა არის პატრიარქის თანამდებობა. იმიტომ რომ მას აქვს ვალდებულება თავისი ღვაწლით, თავისი ცხოვრებით, თავისი ლოცვით, თავისი თანალმობით ერისადმი იტვირთოს მთელი ეკლესია საქართველოსი. გესმით? და მთელი ეს მის მხრებზე, ბეჭებზე, ნერვულ სისტემაზე, მის ჯანმრთელობაზე, ყველაფერზე უნდა გადავიდეს. გესმით? აი ეს არის, პირიქით არის ყველაფერი. და ამის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი და ამიტომ მეუბნება, ხოლო არა ეგრე იყოს თქვენ შორის, ანუ პირამიდის წვერი არა, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფა თქვენ შორის იყოს თქვენ და მსახურ, რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა იყოს ყოველთა მონა. აი ეს სიმდაბლე, აი ეს მორჩილება და ეს ისწავლება აქვს. ამიტომ როდესაც ადამიანს აქვს დიდი აი უნდა მაგალითად ან სასულიერო პირობა უნდა, ან მაგალითად მონაზნობა უნდა, მონასტერი უნდა, ძალიან მარტივია. თუ სამრევლო ცხოვრებაში ვერ ახარ ინტეგრირებული სამრევლო ცხოვრებაში. თუ სამრევლო ცხოვრებაში სიმდაბლით, განუკითხველობით, მორჩილებით, სიმშვიდით, ყველასადმი სიყვარულით ვერ ცხოვრობ, შენგან არც მღვდელი გამოვა, შენგან არც მონაზონი გამოვა, იმიტომ რომ აქ ეს არის გასავლელი პირველი კლასები და აქ თუ ამას ვერ ახერხებს, სხვაგან ეს არსად არ გამოვა. და მეცაც გეტყვით, თუ აქ არ გამოგივიდა აი ეს მშვიდი მოსიყვარულე თავდაბლობითი ურთიერთობა მრევლის წევრებთან, რომლებიც ანგელოზები არ არიან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ქრისტიანები არიან, სხვაგან არსად არ გამოგივა, არც თანამშრომლებთან, არც ოჯახში, არც ქმართან, არც ცოლთან, არც სიძეთან, დედამთილთან, არსად არ ათესავებში, იმიტომ რომ აქ ყველაზე იოლია, აქ ყველაზე მეტი მზაობაა, მოგიტევონ, გიტვირთონ, გესმით და თუ აქ ვერ მოახერხე თუ აქ იმ მდგომარეობამდე მიხვედი, რომ ყველა განიკითხე და ყველა დაჭამე და ყველა ზემოდან უყურებ, უკვე პრობლემა იქნება. ვერასოდეს ვერ მოახერხებ შენ იყო მშვიდობით სხვა ადამიანებთან. ამიტომ ეს არის სკოლა სიმშვიდის, სიმდაბლის, მოთმინების და სიყვარულის. სამრევლო არის ყველაფერ ამის სკოლა.